გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. როგორ დაემშვიდობა კვარაცხელია ნაპოლის? რატომ აკრიტიკებენ ხვიჩას და რა საუბარი შედგა ლუის ენრიკესთან? ბუდუს პირველი საგოლე მოქმედება ბუნდესლიგაში. მიქაუტაძის მორიგი გოლი და მისი მომავალი. ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა მაქვს რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე 80,000 გამომწერამდე სულ რაღაც 200 გამომწერი გვიკლია. ამიტომ შევეცადოთ რომ ამ ვიდეოთი მივახციოთ ამ ნიშნულს. მადლობა მეგობარო თუ ამ წამს ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სალიას ვიზიტი ნიუკასლში და მწვრთნელის კომენტარი. ნიუკასლის ახალწვეული ვახტანგ სალია რამდენიმე დღის წინ ინგლისური კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც გუნდის ხელმძღვანელებსა და მთავარ მწვრთნელს ედი ჰოუ შეხვდა და ბაზაზე არსებულ სიტუაციასაც გაეცნო. მოგვიანებით ახალგაზრდა შემტევი კლუბის პრესამსახურს გაესაუბრა და ტრანსფერისგან გამოწვეული ემოციებიც გაუზიარა. როდესაც პირველად გავიგე რომ ჩემით ნიუკასლი დაინტერესდა არ მჯეროდა. ეს შემთვის დიდი ამბავი იყო. სენტ ჯეიმს პარკზე თამაში ჩემი ოცნება და ვფიქრობ ამაზე ნებისმიერი ოცნებობს. მამაჩემ და ჩემმა აგენტმა დამარწმუნეს აქ გადმოსვლაში. მითხრეს რომ აქ ორი ქართველი თამაშობდა. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს. თემურ ქეცბაია? ის პირადად არასდროს მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე შევხვდები. ან გონია რომ მხოლოდ ერთ პოზიციაზე ვითამაშო, რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თავის გამოჩენა. უბრალოდ ნება მომეცით რომ ვითამაშო და ამას დავამტკიცებ. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მირჩევნია რომ სხვებმა შეაფასონ ჩემი თამაში. საქართველოს ფარგლებს გარეთ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევა. თავიდანვე მქონდა ამის მოტივაცია და ახლა ეს მდგომარეობა ჩემთვის ნორმალურია. ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი თავის ოცნებებს უნდა მიჰყვეს. ერთი წლის წინ ჩემი ოცნება დინამოს მთავარ გუნდში თამაში იყო. ოცნება რეალობად იქცა და ეს საოცარი გრძნობა. როდესაც დინამოში მქონდა დებიუტი, გოლი ორი თამაშის შემდეგ გავიტანე და ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა. ხოლო როდესაც ნიუკასლის ინტერესის შესახებ გავიგე, ამან მოტივაცია კიდევ უფრო გამიზარდა. განაცხადა სალია. ასევე სალია შესახებ გუნდის თავკაცმა ედი ჰაუმაც ისაუბრა. კარგი საუბარი მქონდა მასთან, მის ოჯახთან და წარმომადგენლებთან. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს, კარგი დამოკიდებულებით, რომელსაც სწავლა სურს. მისი შემდეგი ნაბიჯი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ უდავოდ სალია ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. განაცხადა ნიუკასლის თავკაცმა. გიჟური მატჩი, ბუდუს პირველი საგოლე მოქმედება ბუნდესლიგაში. ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი ბრემენში ვერდერს ესტუმრა და გიჟურ მატჩში ფრედ 3-3 ითამაშა. 61 წუთზე კი კერბერს უშუალოდ თავად გაატანინა. ამასობაში კი ბუდუს გუნდს 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 14 ქულაქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. ალისონი არ წავა, მამარდაშვილის ბრძოლა მოუწევს. ცნობილმა ბრიტანელმა სატრანსფერო ექსპერტმა და ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა ლივერპულის მეკარეების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჩემი აზრით ალისონი მამარდაშვილთან კონკურენციაში შევა და პირველი ნომრის სტატუსს შეინარჩუნებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამარდაშვილს ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ლივერპულმა აწმყოსა და მომავლისთვის ფეხბურთელი იყიდა, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნა საჭირო ფეხბურთელი და შემდეგ ამას გარდამავალი სეზონი მოსდევდა. ამიტომ სავარაუდოდ ალისონს გუნდიდან არავინ გაუშვებს. მამარდაშვილს კი აკლიმატიზაციის გავლა მოუწევს. ლივერპულის მოდელი ასე მუშაობს, განაცხადა ბენ ჯეიკობსმა. მიქაუტაძის მორიგი გოლი და მისი მომავალი. რა ხდება ქართველი ფორვარდის თავს? უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ რომ მიქაუტაძემ ლიონის მაისურით მორიგი გოლის გატანა შეძლო. კერძოდ საფრანგეთის თასის მე-16 ფინალურ ეტაპზე ლიონი მეხუთე ლიგის აუთსაიდერ ბურგონს ესტუმრა და ფრედ 2-2 ითამაშა. პენალტების სერიაში კი 2-2 დამარცხდა და სამწუხაროდ გათამაშებას გამოეთიშა. აღსანიშნავია რომ გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მეორე ტაიმში როცა ანგარიში 1-1 იყო 64 წუთზე შერკის პასის შემდეგ თავისი გუნდი დააწინაურა. ქართველმა ფორვარდმა თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა და პიერ საჟმა ის გოლიდან ზუსტად 1 წუთში შეცვალა. 69 წუთზე კი ბურგონმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რის შემდეგაც ლიონი დრამატულად დამარცხდა. ახლა რაც შეეხება გიორგის მომავალს, ცნობილია რომ ქართველი ფორვარდით სტამბოლის გალათასარაია დაინტერესებული, რომელმაც ლიონს ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა. მაგრამ ცოტა ხნის წინ ლიონის მფლობელმა ჯონ ტექსტორმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თურქულ კლუბებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ტექსტორმა აღნიშნა რომ მიქაუტაძის სანაცვლოდ მას ურცხვად სასაცილო თანხა შესთავაზეს, რადგან ეგონათ რომ ფინანსური სიტუაციის გამო ლიონი მათი აფად გაასხვისებდა, მაგრამ ლიონის მფლობელმა გალათასარაის განუცხადა დაახვიეთ. ახლა კი თურქის სპორტული ჟურნალისტი და ინსაიდერი კაღან დურსუნი, რომელიც გალათასარაისთან დაკავშირებულ სიახლეებს აშუქებს, ლიონის ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. დურსუნის ცნობით მიქაუტაძემ სახელფასო მოთხოვნები შეამცირა და ახლა 4 მილიონი ევროს აღებაზეა თანახმა. ასევე მისივე ინფორმაციით გალათასარაი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს. მედიის ცნობით კი მოკლე პერიოდში გალათასარაიმ ლიონს ორი შეთავაზება უკვე გაუგზავნა, თუმცა ორივეზე უარი მიიღო. ამ რეალობიდან გამომდინარე კი ძალიან მცირეა იმის შანსი რომ მიქაუტაძემ კლუბი შეიცვალოს. როგორ დაემშვიდობა კვარაცხელია ნაპოლის? შეტევა ქართველ ფეხბურთელზე და საუბარი ლუის ენრიკესთან. როგორც მოგეხსენებათ
შეტანებად კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ამასთან დაკავშირებით ფაბრისიო რომანომ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელა. ქართველი ფეხბურთელი პარიზულ კლუბს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც ბონუსების დაემატება და ტრანსფერი საბოლოო ჯამში 80 მილიონს მიაღწევს. ასევე ხვიჩას ანაზღაურება 9 მილიონი евро იქნება. ბონუსები ჩათვლით კი ამას 2 მილიონი евро დაემატება, რაც წელიწადში 11 მილიონ ევროს მოიაზრებს. არია ნაპოლის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად ბოლო ვარჯიში უკვე გამართა. ამასთან იტალიური გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ანტონიო კონტე ცივად დაემშვიდობა. რაც შეეხება ფეხბურთელებთან გამომშვიდობებას, ილმატინო შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს, რომელიც ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. როდესაც სამწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა, კვარაცხელიამ კასტელ ვოლტურნოს გასახდელში ყველა ფეხბურთელის შეკრიბა და სიტყვა მოითხოვა. მან უკვე ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთად გატარებული წუთისთვის, სიხარულისთვის და მწუხარებისთვის, ასევე იმ დახვედრისთვის, რომელიც გუნდში მოსვლის პირველივე წუთიდან მიიღო და ამასთან ერთად სკუდეტოს იმ ემოციებისთვის, რომელიც მთელმა გუნდმა ერთად განიცადა და თქვა, რომ ეს მის გულში სამუდამოდ დარჩება. შემდეგ აიღო ფოტო, რომელიც თავის სათავსოზე ჰქონდა და ყველა ფეხბურთელს ხელი სათითაოდ მოაწერინა. ამ სამახსოვრო ფოტოს კი ის თან წაიღებს პარიზში, სადაც დღის განმავლობაში უკვე ელოდებიან. წერს ილმატინო. არია ნაპოლის ინფორმაციით კი ლუის ენრიკე ქართველ ფეხბურთელს ტელეფონზე ესაუბრა და მისი პროექტი გააცნო. ლუის ენრიკე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა კვარაცხელიას შეძენას. ეს მისი ფიქსირებული იდეა იყო ჯერ კიდევ გასული ივნისიდან. ესპანელმა სპეციალისტმა იძულა კლუბის ხელმძღვანელობა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი რეკორდულ დროში დაეხურა. ის მომდევნო წლებში გუნდის მთავარი საყრდენი იქნება. ხვიჩა კი ყველა თვალსაზრისით კილიან მბაპეს მემკვიდრედ მოიაზრება, წერია გამოცემაში. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლას მრავალი ნეაპოლური გამოცემა საკმაოდ დიდი აგრესიით შეხვდა და ხვიჩა მოღალატედ შერაცხეს. მაგალითად, ნეაპოლური გამოცემა სპაციო ნაპოლის ერთ-ერთ ეთერში განიხილავდნენ იმ ფაქტს, რომ კვარაცხელია ნაპოლისთვის დიდი დანაკლისის სულას არ არის და მას დავით ნერეშით მარტივად ჩაანაცვლებენ. ასევე მათივე YouTube არხზე ვრცელდება ვიდეო, სადაც კვარაცხელიას გამოსახულებას იღებენ და სანაგვეუნაში აგდებენ. თუმცა საპასუხოდ კვარაცხელიამ მსგავსი ვიდეო გავრცელა, სადაც ის ღამის 3 საათზე მარადონას მურალთან მივიდა და ამით კლუბისადმი პატივისცემა გამოხატა. მაგრამ დავძენ იმასაც, რომ საბედნიეროდ კვარაცხელიას ნაპოლიში არაერთი დამცველი გამოუჩნდა. მაგალითად, იტალიელი ჟურნალისტი ლიბერატო ფერარა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლას გამოიხმაურა და დაწერა, რომ ნეაპოლელი კომაგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებას არ ეთანხმება. ეს ჟურნალისტი კი თავის მხრივ საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას წინააღმდეგ ბევრი განცხადება მოვისმინე. მას ნაპოლის ღალატში ადანაშაულებენ. კვარაცხელია ნეაპოლიტანელი არაა და სანამ ქალაქში ჩამოვიდო და ალბათ მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს მარადონას ყოფილი კლუბი იყო. მაშინ მცირე თანხა გადაიხადეს და თავად კი რბილად რომ თქვათ, ცუდ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის ფონზე კი დიდებულად ითამაშა და ოსიმენთან ერთად სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვიმეორებ, ეს გააკეთა ფეხბურთელმა, რომელიც არაფრით იყო დაკავშირებული ნაპოლისთან და კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ ნაპოლის კომაგის კი არასდროს ყოფილა. ამის ფონზე კი გასაკვირი არ ყოფილა, რომ გაცილებით არფიანი შეთავაზებები მიიღო, თანაც იმ კლუბებისგან, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთში ნაპოლიზე მეტი ეთქმით. ნაპოლი კვარაცხელიას ლამის ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას თავაზობდა ვიდრე PSG. თქვენ რაც გააკეთებდით ფეხბურთელის ადგილას, ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ. თუმცა კითხვას ვიმეორებ, თქვენ რას იზამდით? დე ლაურენტისი ნამდვილად არ მომწონს. ხშირ შემთხვევაში ის საუბრობს ხოლმე, რომ არც ფეხბურთი ესმის და კომაგების მაჯისცემასაც ვერ აკონტროლებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომა დაუშვა, რომ კვარაცხელია უკვე ზაფხულში არ გაყიდა. თუ კი ფეხბურთელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ჯობია ის გაუშვათ. ვიმეორებ, კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ. როგორ უნდა ვთქვა თაუგი ფეხბურთელზე, რომელიც გადადის უფრო მეტად ამბიციურ კლუბში და თანაც პირობებიც გაცილებით უკეთესი იქნება, ამბობს ლიბერატო ფერარა. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა შემდეგ კლუბიდან წასვლა ჯაკომო რასპადორიმაც ითხოვა. ნიკოლა შირას ინფორმაციით, ფეხბურთელმა ტრანსფერზე დაყენება ითხოვა და ნაპოლიში თამაში აღარ სურს. ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ნაპოლიში არაჯანსაღი სიტუაცია და მათი ხელმძღვანელობა არასწორად მუშაობს. ვინისიუსის უთანხმოება რეალთან. ნეიმარი MLS უახლოვდება. არავუხომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ამიტომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება. მე კი შემდეგ ვიდეოზე მუშაობა ძალიან მალე დავიწყებ. არავუხოს გადაწყვეტილება, სად გააგრძელებს ურუგვაელი კარიერას. ბარსას ვიცე-კაპიტანი რონალდ არავუხო რჩება და კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრისიო რომანო წერს. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ორშაბათს ბარსას სპორტული დირექტორის დეკუს მონაწილეობით გაიმართება და კლუბმა ურუგვაელი ფეხბურთელისგან მიიღო პირობა, რომ ის გუნდში დარჩება. მანამდე კი იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი არავუხოს და რანდალ კოლომუანის დამატებას ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე იუვენტუსს მხოლოდ კოლომუანის ტრანსფერი გამოუვიდა და როგორც ჩანს, არავუხოს ტრანსფერი უკვე
შეუძლებელია. ნეიმარი MLS-ში ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია. ნეიმარ ჟუნიორი ალ-ჰილალის დასატოვებლად ემზადება. 32 წლის ბრაზილიელი ვინგერი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მხარეებს კი ამ დრომდე ახალ კონტრაქტზე მუშაობა არ დაუწყიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს ნებისმიერ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია. ამასობაში კი გავლენიანი ფრანგული და ამერიკული გამოცემები ნეიმარის თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით MLS-ის წარმომადგენელი ჩიკაგო ფაიერსი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს. მხარეებს შორის კი პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ამერიკული კლუბი კი გამოცდილ ფეხბურთელს მინიმუმ 2 წლიან კონტრაქტსა და სოლიდურ ხელფასს თავაზობს. რაც შეეხება ინტერ მაიამის ინტერესი ამ დრომდე არ დასტურდება, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დიდია შანსი, რომ როგორც დევიდ ბექემის გუნდი, ისე სხვა კლუბების აქტიურად ჩაერთონ ამ სატრანსფერო ბრძოლაში. ვინისიუსი იმედგაცრუებულია, რეალთან დაძაბულობა იზრდება. მადრიდის რეალსა და ვინისიუს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის შესახებ მადრიდული ეისი წერს. საქმე ეხება კლასიკოს, სადაც რეალმა ბარსასთან 2-5 წააგო. ანჩელოტიმ კი ვინისიუსი 75 წუთზე შეცვალა, მაგრამ ბევრი ელოდებოდა, რომ არა ვინისიუსი, არამედ როდრიგო შეიცვლებოდა. წყაროსნობით ამ ფაქტით ვინისიუსი და მისი გარემოცვა უკმაყოფილო დარჩა. ეისი კი წერს, რომ რეალის ხელმძღვანელობა მესიცის. ვინისიუსი ხედავს, რომ იგი გუნდში ხელშეუხებელი მოთამაშე აღარ არის და არსებული რეალობით ის უკმაყოფილოა. ბოლო დროს კი კილიან მბაპე დიდებულ ფორმაში შევიდა და მოედანზე ბრაზილიელს აშკარად ჩრდილავს. ასევე ცნობილია, რომ საუდის არაბეთიდან ვინისიუს ასტრონომიული შეთავაზება აქვს, რამაც შესაძლოა ის სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ დააფიქროს. ესპანური პრესა კი ადრე წერდა, რომ ესპანეთში ვინისიუსის სუდი იმიჯი სამეფო კლუბს მის გაყიდვაზე ფიქრს აიძულებს. გარდა ამისა, ბრაზილიელიც და მბაპეც ძირითადად ერთ სივრცეში თამაშობენ, ამიტომ სამომავლოდ კლუბს არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამასთან საინტერესოა თუ რას ფიქრობთ თქვენ. თქვენი აზრით კლუბში ვინისიუსი უნდა დარჩეს თუ კილიან მბაპე? დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.